საღამომშვიდობის ქალბატონ რუსუდან მე ვესალმებდი მაყურებელს. დასუსტებული კი არა ქართული ოცნება უკიდურეს სიმდაბლის ფსკერზეა და იმდენად მძიმეა ამ ყველაფრის ყურება და ამ ყველაფრის გააზრება. პირველ რიგში ალბათ მათივე მხარდამჭერებისთვის, რომელთაც უჭირთ სახელის დარქმევა საჯაროდ, მაგრამ ხვდებიან რა ჩიხში, რა უკიდურეს უსწკულის ზღვარზე და დგას დღეს ქვეყანა ამ საშინელი მმართველობის გამო. ეს არის არა მარტო სისუსტის, სიმდაბლის, შიშის და უძლურების გამოხატულება და გეტყვით რატომ ამბობ ამას, რა ნიშნებია ამისი ღიად გამოხატული. არამედ უკვე არის ის მოცემულობა დღეს ეს დავწერე სწორედ დილით, როცა საჯაროდ დავდე პოსტი, რომ ანომალიური ვითარება, ეს გროტესკიც აღარ არის, როდესაც დამნაშავეები და კრიმინალები შენ მოქალაქეს გიწესებენ ზღვარს, გეუბნებიან, რომ ეს არის დარღვევა და ამ დროს თავად ჩადიან განსაკუთრებული სიმძიმის დანაშაულს. ნოდარ მელაძემ რაც დღეს მორიგ თავის საგამოძიებო ჟურნალისტიკურ სიუჟეტებში აჩვენა, ეს არის პრაქტიკულად გამოძიება, იმ დონის გამოძიება, როგორცაც დღეს ვერ ატარებს და არ ატარებს არც ერთი უწყება საგამოძიებო ფუნქცია, ვისაც აქვს და დადო უმძიმესი ფაქტები. ეს გამოძიება და კიდევ ერთხელ მადლობა მინდა უთხრა ნოდარს და მთელ გუნდს, რომელიც აჩვენებს უმაღლეს პროფესიონალიზმს და ხსნის იმ ადამიანების დახურულ შრეებს, რომელთაც სახელის დარქმევა არ უნდათ, სად არის ეხლა ქვეყანა, რა უკიდურეს ზღვარზე დგას უკვე მოქალაქეების მოთმინების ფიალა მართლაც. და ეს გამოძიებები, რომელიც დღეს შეიძლება ესე არ იმჩნევს ამ გამოძიების მასალებს, მტკიცებულებებს, ფაქტებს და მე როგორც იურისტი ისევ აფასებ ყველა ამ საგამოძიებო პროცესს, რასაც ისინი გვაწვდიან ჟურნალისტები, რომ ეს არის მტკიცებულებები, რომლის ბაზაზე კანონი ითხოვს, რომ უნდა დაიწყოს გამოძიება, დამნაშავეების იდენტიფიცირება იოლია, ამასაც კი აკეთებს თქვენი საგამოძიებო გუნდი ჟურნალისტების და დებს ისეთ სამხილებს, რომ შეიძლება მარტო ბრალის წარდგენა იყოს საკმარისი. თქვენ წარმოიდგინეთ, რომ ქვეყანაში, სადაც გამოძიების ფუნქცია, ვისაც ფორმალურად აქვს დღეს, ვინც სამართალ დამცავად მოიხსენიება და ადგენს პირველად სტანდარტს, კანონი ვინ დაარღვია, ეს არის აი პატრულის თანამშრომელი, კრიმინალური პოლიციის თანამშრომელი, შინაგან საქმეთა სამინისტროს იმ სტრუქტურის თანამშრომელი, რომელიც გარეთ გამოდის და მოქალაქე ისთან შედის კომუნიკაციაში და ის გიდგეს, ხო? წესს რომ გეუბნება, აი დაარღვია კანონი, აკავებენ აი ჯგუფურად ყოველგვარი პროცედურების დაცვის გარეშე და ამ დროს ვხედავთ დაკავებული ადამიანები დღეს კიდევ ერთხელ ნახეთ ჩვენ კუპრავას და სხვების მიმართ სისასტიკე, მიგვარეს კოლექტიური მოძალადის ფორმულას, სახეს, ამხარებას ეს დაკავებული ადამიანი, რომელიც უდანაშაულოა და კოლექტიური ძალადობის აქტით უსწორდებიან მას. მე ვიხსენებდი, რომ რუსთან მე მოვესწარი, სტუდენტი ვიყავი, მაგრამ ახსოვს იურიდიულ ფაკულტეტს ვამთავრებდი, მხედრიონი როცა დათარეშობდა ქვეყანაში. მე მახსოვს, როდესაც მათი ნაწილი რაღაცა დანაყოფი, რომელიც სამეგრელოში საშინელებებს ჩადიოდა, ჩვენ სახლში შევიდნენ. მაშინ ჩემები არ ცხოვრობდნენ იქ დროებით იყვნენ გადასულების სხვაგან, მაგრამ ნახეს ეს დაკეტილი სახლი და იქ რამდენიმე დღე დაყვეს და ისეთი პროტესტი ქონდა მამა ჩემს ნახელში იყო მსული, რომ იმ სახლში იმის შემდეგ აღარ შესულა, არასდროს არ აპატია მათ ეს ქცევა. და მე მახსოვს აი ჩემი ამ მეხსიერებამ შემოინახა უმძიმესი კადრები ძალადობის, როდესაც საკუთარ მოქალაქეებზე ძალადობ. და დღეს ნებისმიერ ახალგაზრდას, რომელსაც არ ახსოვს, არ დაბადებულა იმ პერიოდში, მაგრამ ჩვენმა თაობამ რაღაცნაირად გადასცა ეს ისტორიამ შემოინახა, საშინელ პერიოდად არის ეს დარჩენილი. შემდეგ მე მახსოვს უკვე ჩემი პროფესიული საქმიანობის დროს სასტიკი ძალადობები წინა ხელისუფლებების დროს. და დღეს რასაც უყურებ,
ეხლა 21 საუკუნეა და ეს პარალელები და შედარებები უკვე უძლურია. იმიტომ რომ აი ამ გადასახედიდან, ამ ყველაფერ გამოვლილმა ჩვენმა თაობამ, რომელმაც აი ამდენი რამე ნახა, არ პატიობს ესეთ რამეს. რა დროს ხარებას და რა დროს კოლექტიური ხარებების, აი ეს ფილმებიდან გადმოღებული უნიჭო როლის შესრულება და საკუთარ მოქალაქეებს მე დაუდგინო სამართალი მოძალადებ, მიგვარონ მე იქ ჯალათს, რომელიც მოსამართლის მანტიის ქვეშ არის და 5000 ლარიანი ჯარიმებით ადმინისტრაციული პატიმრობებით. ამით იმის თქვა მინდა, რომ ჩვენ ვართ ეხლა სრულიად ანომალიურ ვითარებაში, როდესაც ქართული ოცნება კრიმინალური ჯგუფებით მართავს ქვეყანას და ეს მართვა არ არის, ეს არის მხედრიონის ტიპის ბოგინი, ოღონდ 21 საუკუნის რაღაცა ჩრდილებით და გადმოსული უკვე ეხლა 2025 წელს იგივე მეთოდებს ვერ გამოიყენებ, ფორმებს ვერ გამოიყენებ, თორემ შინაარსი რა არის? შენივე მოქალაქეზე ძალადობ და ამას აკეთებ კანონის სახელით. და თქვენ ამბობთ, რომ ეს ანომალური ვითარებაა და განსხვავებულია მაგალითად წინა აქციების თუ წინა პროტესტების დროს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქმედებებისგან, რადგან აი სხვა აქციებზე, მათ შორის გაზაფხულის თუ უფრო ადრე მარტის აქციებზე, მეც როცა მივდიოდი, ვხედავდი, რომ მოქალაქეები პირიქით მიდიოდნენ, თუნდაც სპეცრაზმელებთან რაღაცნაირი კომუნიკაციის დამყარების სურვილი ჰქონდათ. რაღაც ალბათ იმედი, რომ ჰუმანურობა თუ ადამიანობა უფრო ძლევდა რაღაც სურვილს ძალადობას მიემართა სპეცრაზმელს და შესაბამისად რაღაც სხვა ტიპის კავშირები იყო. მაგრამ ახლა ვხედავთ, რომ სულ სხვაგვარია, პოლიციელის გამოჩენა უკვე აგრესიას იწვევს მოქალაქეებში და სრული უიმედობა, რომ ის მართლა კანონს დაიცავს სამართალს და წესრიგს, რაც მისი მოვალეობა. როგორ იქცა, როგორ გადაიქცა ასეთად? აი ეს პროცესი არის იმდენად გამაოგნებელი, აი ეს რადიკალური გადასვლა იმ რეფორმებიდან და ჩვენ ლაპარაკობთ თუ რაღაც რამდენიმე წლის წინ, როდესაც პარლამენტში არა ასეთ, არამედ მართლა რომ გავდა რაღაცნაირ პარლამენტს, იმ პარლამენტში გადმოგვქონდა საერთაშორისო უმაღლესი დონის სტანდარტები, როდესაც დავიწყეთ პენტენციური სისტემის, ციხეების რეფორმა, ჯანდაცვის რეფორმა, ადამიანის უფლებების სტანდარტის გაზრდა, აი პატიმრობა რო შევამცირეთ 15 დღემდე 90 დღიან, ეს ჩვენ დროს ხდებოდა. მე ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტს თავმჯდომარეობდი და ვიყავი ბედნიერი, რომ ჩვენ ამ რეფორმებს ძალიან გაბედულად ვატარებდით და ამიტომ ქონდა საქართველოს ისეთი პროგრესი, როცა ჩვენ უვიზო მიმოსვლის თაობაზე გადაწყვეტილება ძალიან სწრაფად მოგვცეს. მაგრამ ამას წინ უძღოდა აი დემონსტრირება იმისა, რომ პატივსცემ ადამიანის უფლებებს. მძიმე წარსულიდან გამოსული იყო 2012 წელს საქართველოს და ჩვენ უნდა გვეჩვენებინა, რომ თავისუფლების ამნისტიის შემდეგ უკვე რეფორმების გზაზე დავდექით. აი როგორც კი ძალაუფლების შენარჩუნების პრობლემა დაიწყო სასამართლოზე გავლენის მოხდენით, აი აქედან დაიწყო ყველაფერი. აი ნახეთ, მე ასეთი კითხვა მაქვს. ყოველ ჯერზე, როცა ძალაუფლების შენარჩუნების სურვილით ხსნიდით ხოლმე ქართული ოცნების რაღაც რეპრესიულ გადაწყვეტილებებს, ყოველ ჯერზე პასუხად მესმოდა, რომ ასე ამდენხანს ვერ გაძლებს, რომ ჩამოიშლება და ასე შემდეგ. თუმცა დრო და დრო ჩვენ ვხედავთ, რომ უფრო ბრუტალური ხდება ოცნების პოლიტიკა და არ ნიშნავს, რომ ჩამოშლილია. კი ბატონო, მაგრამ მაინც მაინტერესებს, კიდევ უფრო მეტად ხომ არ ამყარებს მის ძალაუფლებას, ვიდრე პირიქით იშლებოდეს. არა, პირიქით, რუსთან, ეხლა ჩვენ ვხედავთ გრევის პროცესს. უბრალოდ შეიძლება ვიზუალური აღქმა, იმიტომ არ არის, რომ წარმოიდგინეთ აი სახლი რო ინგრევა და ამ გრევის წინ რაღაცა ჩამოაფარო დამცავი, ოღონდ ისეთი აი ფორმალურად დამცავი რაღაცა ფარული გაუმჭირვალე ფარდა. უბრალოდ ვერ ხედავ გრევას, მაგრამ ინგრევა. აბა ის რას ძალაუფლებაა, ბანდას რო წინ დაიყენებ და დღეს ქვეყანას მართავს ხარებას ბანდა. უკაცრავად ბატონებო, თუ კი ვინმე მანხათ ისეთები, ვინც ამბობთ, რომ პოლიციელი გმირია. თუ ეს გმირობა გინდათ, მან არ უნდა იყოთ.
მე დღესაც ვამბობდი, ბევრი ადამიანი ვიცი იმ სისტემაში, ამდენი წელი ხო ამ სისტემასთან მაქვს ხა 26 წელია პროფესიაში, ამის ყველაფერი მინახავს და მით უფრო ძალოვან უწყებებთან მქონდა პირდაპირი საზედამხედველო მანდატი პარლამენტიდან და ასე არ იქცეოდნენ ხო გახსოვთ თქვენ 2018 წლამდე რა პერიოდებიც გავიარეთ ჩვენ და როგორი იყო მაშინ მართლაც რაღაცა პარლამენტის თუნდაც აი კონტროლის ახალი სტანდარტები. დღეს არავინ არ მართავს. თქვენ გქონდეთ კობახიძე მართავს თავისი იმას თავრობის რაღაცა სტრუქტურას ან ვინმე კიდევ სხვა რომელიმე გვარი? არა. ისინი დღეს შეციცინებენ თვალებში ხარებას და მის მოძალადეებს. და მათზე არიან დამოკიდებულები. მათ მზია ამაღლობელის ეშინიათ, მათ ანდრო ჭიჭინაძის, ვია ცეცხლაძის ეშინიათ. ციხეში რატო გამოამწყობიეს ეს ადამიანები და თაქვე თავისუფლება მათ ყველა უკანონო ტუსახს. იმიტომ რომ მათი ეშინიათ და მათი გამომწყდებით გონიათ რომ სხვებს აი ამ შიშს გადაიტანენ სხვებზე. დღეს არავინ აღარ მართავს არავის მართვისადავეები აღარ აქვს. დღეს ეს ბანდა დათარეშოს მე მხედრიონი ტყუილად კი არ გავიხსენე. კიდევ ერთხელ ვამბობ, ფორმები შეიძლება იყოს განსხვავებული გარეგნულად. შინაარს ჩახედეთ. შინაარსი ხო იგივეა. და ამიტომაც ეხლა როდესაც 2018 წელი მითო გავიხსენე რომ აი მანდ იყო გადაწყვეტილება მიღებული როცა უკვე სასამართლოს ხელი მოკიდა ქართულმა ოცნებამ და ივანიშვილმა თქვა რომ ეს მჭირდება მე მანდ ზუსტად დავინახე რომ ის დღეს რაც ხდება ის იქ დაიწყო ეს არ ჩანდა მაშინ და დღეს როცა ყველა ლაპარაკობს სასამართლოს უსამართლობას და ძალიან კარგია სხვათა შორის ისია რომ დაიდო ხა მოსამართლეების და იმ პროკურორების ვის სანქციების საკითხიც შეიძლება დადგეს რომ მათ უნდა კონდეთ ეს მოლოდინი აი იქ გადაწყდა რომ სასამართლოს ხელით ამ ძალადობრივი სისტემის უკვე ჩამოყალიბების გზით აქეთ მივდიოდით უბრალოდ ეხლა შეეხო ის ადამიანებს ფიზიკურად მასშტაბით შეეხო და დაიდახა ყველამ და თქვა რომ ხო სასამართლოა ყველაზე დიდი დამნაშავე თქვენ გონიათ რომ ხარება რასაც ბედავს ეს ხარება ბედავს და ეს სხვათა შორის ქართული ოცნების მომხრეებს მინდა გითხრათ აი ნაციონალურ მოძრაობას რო ებრძვით ვითომ მათთან მებრძოლები ეს იქ იყო იმ სისტემაში იყო ვისაც მე და კიდე რამდენიმე ადამიანები ებრძოდით 5 წელი ბარიკადებზე ქუჩაში ესეც იქ იყო, იქ იმ ნაწილიდან წამოსულია. თქვენ გონიათ, რომ ის ბედავს ამას? არა, მას მოსამართლე აბედინებს. მას ეს სისტემა აბედინებს, რომელმაც უთხრა, რომ მიდი, იმიტომ რომ არაფერი აღარ დარჩა. და ეხლა ინგრევა ეს ქართული ოცნება, თუ რაც ქვია, რაღაცა ეს კრიმინალური ჯგუფი, აქამდე როდესაც ეშვება. სისტემა, ეს არის უკიდურესი გრევის და უკიდურესი რაღაცა გამოფიტულობის მაგალითი. აბა როცა ძლიერი ხარ, როდესაც ჩვენ ინსტიტუტები ყავს, თუ არჩევნები მოიგე, მილიონზე მეტი ამომრჩეველი ხავს. ამ საწყალ ბიჭ კუპრავას უდანაშაულოს, ან ვინმე სხვას, ან მზიას გალაწუნების, როგორ გეშინია, რომ სატუსაღოები გააარსეს ამ უდანაშაულო ადამიანები. და რეალური თავისუფლება სწორედ იქ არის. მე ამიტომ ვთქვი, რომ ჩვენც უნდა გადავხედოთ ჩვენი ბრძოლის მეთოდებსაც, აი ამაზე მინდა გკითხოთ ახლა. დიახ, ეს არის მნიშვნელოვანი ნაწილია. მართალია თქვენ ასე ვთქვათ ოპტიმისტურად უყურებთ რომ ეს ქართული ოცნების გრევის პროცესს ვუყურებთ ახლა, მაგრამ რას ფიქრობთ მეორე მხარეს, რა აკლია პროცესს? პირველი მინდა ისე ვთქვა, რომ აი ესეთი სიმამაცე, ესეთი პასუხისგებლობა, ესეთი თანმიმდევრულობა, ესეთი ყველაზე კარგი სიჯიუტის დემონსტრირება საკუთარი ქვეყნის დასაცავად გამოსული რო ხარ ჩვენმა მოქალაქეებმა აჩვენეს არ მინახავს არც ერთი ბრძოლის ეტაპზე და რა ვიცი თუ რამე ბრძოლა ყოფილა ბოლო 30 წლიანი ისტორიის მანძილზე ყველგან ყოფილვარ და ვადევნებ თვალს და ვარ ჩართული ამ ბრძოლებში და აი ესეთი რა მართლა არ მინახავს ეს არის პირველი სიგნალი გამარჯვების მაგრამ არის ფორმები, მეთოდები გარკვეულწილად შესაძლებელი. არ ვისაუბრებ ყველაფერზე, ვიტყვი იმას, რომ არაპროპორციულ ძალას ეხლა გამოხატვის ფორმებს ჩვენ ვიყენებთ მოქალაქეები, იმიტომ რომ მოძალადე რო შემოგივარდება სახლში, თავდამსხმელი რო შემოგივარდება სახლში, მე ასე მასწავლეს. ჭკვიანმა, ნიჭიერმა
იურისტებმა, რომელთაც დაწერეს თავის დროზე სამართლის ეს ნორმები, რომ ადამიანს აქვს თავდაცვის უფლება და გამოიყენოს პროპორციული ძალა, როდესაც მას მოძალადე თავს ესხმის. რას გულისხმობთ? გამგები გაიგებს. ჩვენ გვაქვს, როდესაც ჩვენზე ძალადობენ, ჩვენ გვაქვს ადეკვატური და პროპორციული ძალის გამოყენების უფლება. ეს არის ჩემი როგორც იურისტის პასუხი. და ამაზე როცა ვსაუბრობ, მე შემიძლია გავშალო ეს თემა. ამას ნიშნავს, რომ ყვავილებით და სიმღერით მოძალადებს ვეღარ შევხვდებით. ამ ბატონებმა მინდა იცოდნენ, ვინც ახლა რავით, სულ რაღაც მართლა 300-400 ადამიანით გვაჩვენებენ ამ დემონსტრებას ახდენენ. ჯერ ვის ეშინია ამათი და ხო დაინახეს რომ არა ვის არ ეშინია. მაგრამ მათ მინდა უთხრა, ჯერ არც ერთი დანაშაული უკვალოდ არ კრება. სულ არაფერი არ არსებობდეს ნოდარ მელაძის საგამოძიებო ჟურნალისტიკის ყველა გადაცემა რომ ამოიღო და დაუდო და დაიდება ეს მე აი დარწმუნებული ვარ უსუდან ეხლა როგორც თქვენ გელაპარაკებით მოვა დრო დაიდება ეს მასალები საგამოძიებო ორგანოში და ამ მასალებზე ადამიანებს ბრალს წაუყენებენ და ამ ხალხს ვინც დღეს კანონის სახელით გველაპარაკება მაგრამ კრიმინალები არიან გასამართლდებიან და მინახავს ეს ხალხი მე ჩემთან ატუზული მოსული დასახმარებლად და ვნახავ ესეთებს ბებს აი ეს მოხდება, იქამდე ჩვენ უნდა გადავხედოთ ფორმებს. მე მგონი რომ მასშტაბიც გასაზრდელია, ფორმებიც ალბათ რაღაცნაირად გარკვეული ცვლილებებიც ალბათ საჭირო იქნება. ამაზე ალბათ ვისაუბრებთ სხვადასხვა ფორმატში და ვიმსჯელებთ, მაგრამ ეს ჩემი აზრია და არ არის არ ვფიქრობ მარტო მხოლოდ მე ასე, მგონია რომ ეხლა როდესაც ვხედავ ჩვენს გვერდით ასე ექცევიან ჩვენს თანამოქალაქეებს, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ დიდი ჯგუფი შევქმნით იურისტების, რომლებიც ეხმარებიან აქციას დაკავებულებს უანგარო და ეს დიდი ჯგუფი ეხმარება და ეხლა გვექნება რამდენიმე დღეში ძალიან საინტერესო ღონისძიება პირველი პრეზენტაცია რა სურათიც გვაქვს და გავაგრძელებთ ამ დაცვას, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. პასუხი არის ის, რომ მოძალადეს კანონით დაზარალებულისგან ეკუთვნის მიიღოს პროპორციული ძალა და ამას თუ ელოდებიან, ხო, ნუ თუ ამას ამწიფებენ, ამასაც მიიღებენ, იმიტომ რომ უკაცრავად, მაგრამ ჩვენი ქვენ სამშობლოსთვის, იმიტომ არ გგძოლია ახლა კობახიძე და გვაჭდეს თავზე ან ხარება თუ მისი რაღაცა ბანდა და ამ ქვეყანას გაცილებით უფრო დიდი ისტორია აქვს, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია საკუთარი როლი. ამიტომ არ მე ოპტიმისტურად განწყობილი, მაგრამ ასე ვფიქრობ, რომ რაღაცეები ალბათ იქნება დასაგეგმი, მასშტაბურადაც გასაკეთებელი და გადავდგამთ ჩვენი მნაბიჯებს, რომ აი დასრულდეს ეს პროტესტს აქვს ჰქონდა კი ბატონო თავისი ეტაპები, განვითარება, ფორმები, სხვადასხვა დროს სხვადასხვაგვარი, თუმცა ალბათ ამ პროცესში მათ შორის პოლიტიკური კლასის სტრატეგიებიც პროტესტს უნდა მიხვებოდეს და შესაბამისად ასევე ქართული ოცნებისგან მომდინარე გამოწვევებსაც პასუხობდეს. ხომ, იმიტომ რომ ჩვენ ვხედავთ, ოცნება ასევე ეწევა ამ პროტესტს დაანონსებისთანავე კანონებს ცვლის, რომ შემდეგ ასე ვთქვათ, ეს ჩაახშოს. არა, აი მე შეიძლება ვინმეს უკვირდეს, როდესაც იურისტი. არა აქვს გავლენა თქვენი აზრით? არა და რატომ? რაც არ უნდა კანონი ეხა მიიღოს ამ გამოფიტულმა არალეგიტიმურმა პარლამენტმა, ხა რა მნიშვნელობა აქვს რამდენ დღეს ჩაწერა ადმინისტრაციულ პატიმრობას, როდესაც კანონი ვინც უნდა აღასრულოს, ის არაფერს ყურადღებას არ აქცევს. წამება ხო აბსოლუტურად გამორიცხული და დაცული კონვენციური უფლება, რომ წამების მსხვერპლი არ უნდა იყოს, არავინ ომის დროსაც კი. ადამიანებს აწამებენ, რომელი კანონით შეიძლება ეს ახსნა, აი რაც ამ კანონი მიიღონ, ყველაზე დიდ კანონს არღვევენ. ამიტომ აღარ აქვს მნიშვნელობა ქვემოთ რა შეცვლიან, მე ამას აღარ უყურებ სერიოზულად. თავარი არის, რომ კონვენცია და ადამიანის ფუნდამენტური უფლებები იმას კრძალავს, რასაც ესენი აკეთებენ და ამათ ყველას პასუხი მოეთხოვა პირველ რიგში მოსამართლეებს, რომლებიც ასეთ უკანონობას აკანონობენ. ერთი რამ მინდოდა მე თქვა ძალიან მნიშვნელოვანი ამ ბოლო დღეებში მესმის ხშირად, რატომ არ არიან პარტიები წინა ხაზზე? არა, სწორია რომ წინა ხაზზე დგას დღეს ხალხი. იმიტომ რომ კონსტიტუცია ამბობს, რომ ხელისუფლების წყარო არის ხალხი. ძალაუფლების წყარო არის ხალხი. ხალხმა უნდა აიღოს
ძალაუფლება და არა პარტიებმა. პარტიები არჩევნებზე, ვისაც ვინ მოეწონება, აირჩევს მას, არ მოეწონება, არ აირჩევს. მაგრამ წინ დღეს გადაწყვეტილების მიმღები უნდა ვიყოთ ყველა, ვინც ვართ მოქალაქე. იმიტომ რომ ეს არის კონსტიტუციური სტანდარტი. და ის ვინც გველაპარაკება ვითომ ხელისუფლების სახელით, ის არის მოძალადე დამნაშავე და მათი ადგილი მალე იქნება იქ, სადაც დღეს მზია, ანდრო და სხვები არიან და თავისუფლება ჩვენს უკანონოდ უსახებ, ჩვენ მათ მალე გავათავისუფლებთ. მადლობა ეკა ბესელიას, მართლმსაჯულების სახლის ხელმძღვანელი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი, მე მას დავემშვიდობები. დღეს